მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი განსაკუთრებული სალამი და მოკითხვა თვითონ თქვენთაგანს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა არც ერთ ვიდეოზე არ იშურებთ დროს და ენერგიას და წერთ კომენტარებს და გამოხატავთ უკავშირს ლაიქების სახით, ჩემს გამომწერებს. სხვათა მე როცა რაღაც კონკრეტულ, ასე ვთქვათ, რიტუალს ვაკეთებ, ჩემი სიტუაციისთვის აუცილებლად ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩემს არხზე იმყოფება. მათ შორის ჩასაფრებულებიც, ეგეც არ არის პრობლემა, ხო? აბსოლუტურად არავის მე არასდროს ცუდს არ ვუსურვებ, არასდროს. ასია მეგობრებო, ყველაზე სწორი, ასე ვთქვათ, წესი ცხოვრების, რომელიც გინარჩუნებს ლამაზ ღიმს, ლამაზ თვალებს, ლამაზ კანს, ლამაზ გამომეტყველებას, ეს არის ზუსტად სიკეთე. კი, ბევრჯერ შეიძლება ჩემსავით ვიღაცას ეტკინოს, ეწყინოს, მე უცებ დაიბნეს ღირს, ასე მოგცემა, მაგრამ ღირს, დამიჯერეთ რომ ღირს. და დღევანდელი გაშლა სხვათა რიტუალებთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო. რიტუალებზე სანამ გაშლას დავიწყებ, ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე. იგივე რუნებზე ამოკლეთ მთელი გარჩევები და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ამბავი ატეხილი, რომ საშიშია, ყველა არ უნდა შეეხოს, რუნას კი არა. ელემენტარული არ ვიცი, საჭეს არ უნდა შეეხოს ყველა, ვინც მართვა არ იცის, იარაღს არ უნდა შეეხოს, ვინც მისი მოხმარება არ იცის, ფურცელს არ უნდა შეეხოს, ვინც წერა არ იცის. რა ვიცი, კიდე რა ვთქვა, ცოცხი არ უნდა აიღოს ხელში, ვინც დაგვა არ იცის, ხო? გასქურასთან არ უნდა მივიდეს ადამიანი, რომელმაც კვერცხის შეწვა არ იცის და ერთი კვერცხის შეწვის დროს შესაძლოა, არ ვიცი, მთელი გასქურა და კედლები ისე გადაგიპენტოს ცხიმით, რომ მთელი ცხოვრება კვერცხის შეწვა შეგაზაროს, ხო? არ უნდა გააკაროთ ტაფის რეცხვა, ვინც არ იცის და ესე ცხიმი ასტოვებს პირდაპირ. შესაბამისად, ეს მხოლოდ რუნებს კი არ ეხება. რუნას უბრალოდ უნდა ცოდნა, სწორად აგება კომბინაციის, სწორად წერა. ერთი და იგივე კომბინაცია შენ რომ დაწერო მარჯვნიდან მარცხნივ, ან ქვემოდან ზემოთ, მიიღებ უკვე შედეგს. თუ ის უნდა დაიწეროს, თქვათ, ვერტიკალურად ან მარცხნიდან გვერდით, ხო? ასევე ძალიან დიდი ამბავია ატეხილი ხა ამ ლაბუბუს თოჯინებზე, ხო? და არავინ არ ამბობს, რატო? წერენ, რომ საშინელება ავუდუს თოჯინას გავს, მაგრამ არავინ ბოლომდე არ იძახის რატო. რატომ და იმიტომ, რომ თვითონ ეს თოჯინის გარშემო კოლექტიური ენერგიაა, მეგობრებო, უკვე შიშის. ნახეთ, რატომ გაამართლა ლაბუბუს მარკეტინგმა ყველაზე მეტად. შეხედეთ, დააკვირდით. ანუ ეკრანთან ახლოს არ მინდა ხოლმე, იმიტომ რომ მე მგონი ნებისმიერი არ ვიცი, უკაცრავად ნერწვის გადაყლაპვის მომენტიც კი ისმის ვიდეოში, მაგრამ რაღაცა ეხლა ამ წუთას ესე მომინდა, რომ ხელებით ჩამერთო თქვენთან საუბარში. ნახეთ, ის თვითონ თოჯინა კი არ არის, ეხლა მე ავიღებ, პირობითად, არ ვიცი რა ავიღო ეხლა აქ ახლოში რა მაქვს და სალფეტკები, ხო? ეს სალფეტკები არ ვიცი. და ამ სალფეტკისგან ან წეროს გავაკეთებ, ან რაღაც ფორმას მივცემ რა. მაგრამ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი არ იქნება, თუ ესე უბრალოდ გავაკეთე, მაქსიმუმ შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი მინიმალური რაღაცები აკრიფოს იმ წუთას ჩემი განწყობიდან და ეგ არის. მაგრამ მე თუ ამას ავიღებ, ამას დავტვირთავ ენერგიით, შეიძლება რუნაზე უარესი ქმედების ეს გახდეს. მივხვდით რას ვამბობ? თვითონ ის თოჯინა კი არ არის ვიღაცამ რო შეკერა პირობითად. იქ ჩაგდებული ენერგია. მასზე მორგებული ზუსტად ის კოლექტიური დამოკიდებულებები და ვიბრაციებია, რაც ესე მრავლად არის. ხო, ზუსტად ესაა წარმატებული PR-ის და წარმატებული რეკლამირების და მარკეტინგის საფუძველი, რომ რისიც მეშინია, ის მეტად მაინტერესებს. და მე არის ის ამბავი ატეხილი, რაც არის. ასია რიტუალებით, ჩემო კარგო ადამიანებო. ვიღაცასთან ვიყავი და პირობითად არ ვიცი, შედეგი ვერ მივიღე. მე საერთოდ ზოგადად კოლეგებზე არასდროს არ ვასაუბრებ. თუ დაიწყებენ რაღაცას, ძალიან მალევე იქვე ემბრიონშივე ვწყვეტ ხოლმე საუბარს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს, არ არის სწორი. მე არ ვიცი ვინ რა გააკეთა, ვინ რა ენერგია ჩადო იმაში, მაგრამ შეიძლება არ გამოუვიდა.
მაგრამ მეორე მხარეა კიდე ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ თვითონ ეცადეთ ამ ყველაფრის ფორმაში მოყვანას? იმ ადამიანმა რომ რაღაცა კონკრეტული გითხრათ, თქვათ იგივე, ხო, აღარ ჩაუღრმავდები რა. კი, ძალიან ბევრია. თვითმარქვია ბევრია, შარლატანი ბევრია, მაგრამ ძალიან ბევრია ამავდროულად ისეთი თავისი საქმის მცოდნეც პასუხისმგებლიანი და ნორმალური ადამიანიც, რომლებიც ნამდვილად არ უნდა აწაკოთ მარტო იმის გამო, რომ რაღაცა შედეგი ვერ დაგიდოთ, ხო? ის მარტო ვერ დადებს, ეს კოლაბორაციაში უნდა მოხდეს, კომბინაციაში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დადება. ახლა მე თუ სანთელი ვასხი, კი, ძალიან დიდწილად გიშველით და გაგისუფთავებთ ენერგეტიკას, მაგრამ მე რომ გეუბნები, რომ აი ეს ასე უნდა გააკეთო, ან ისე უნდა გააკეთო, ხო, პირობითად რაღაცა, ან თუნდაც რაღაცა ლოცვას გეტყვი, რომ ეს ძალიან გთხოვ, ამდენი დღე მჭირდება და უნდა წაიკითხო, ყველას არ ჭირდება, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ხო? შენ ამას არ გააკეთებ, მე რა გავაკეთო მაშინ? უკაცრავად, მიუნჰაუზენობა არ მინდა. მაგრამ დახმარება მინდა, ხო? მე ზოგადად არ ვკიდებ ისეთ რაღაცებს ხელს, ჩემთან მოსულმა ადამიანებმა იციან სანთელი და დასრულებული თემა. თუ ძალიან გამწარდი და ისეთი რეალობა დავინახე, რომ იქ მართლა ძალიან არასწორად მოექცნენ ამ კონკრეტულ ადამიანს, მე მტრისას დაავს, იციან აქ ერთი-ორმა ჩემმა პირად კონსულტაციაზე მოსულმა ადამიანებმა, მაგრამ ზოგადად ვერიდები, იმიტომ რომ ისევ ეს ჩემი ენერგიების ხარჯზე ხდება. ამიტომ მეგობრებო, ამ რიტუალებს განსაკუთრებით მრავლად რომ არის მომრავლებული იგივე YouTube-ში, ხო? მაგრამ მე YouTube-ს უყურებ ხოლმე. სოციალური ქსელები არ მაქვს და შესაძლოა სხვა ქსელებში რა ხდება, არ ვიცი. ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, გასაგებია რომ უნდა გააკეთოთ, მაგრამ გააჩნია რა ენერგიით უნდა გააკეთოთ, ამას არავინ არ გასწავლით. მიხვდით რისი თქმა მინდა. შესაბამისად, ნებისმიერ საქმეს ჭირდება სწორი დამუხტვა და სწორი ენერგია. მე ის მოიტანს ტექს. ძალიან ბევრ თქვენთაგანს მე პირდაპირ მithქვამს ჩემთან მოსული გოგოებისთვის, რომ თქვენ გაქვთ თვითონ იმ ხალანი ჭირო, არ ვიცი, აქეთ ვიღაცას განკურნავთ და დაეხმარებით და ეხლა თქვენ რატო უნდა იხადოთ, თუნდაც მე გასაგებია რომ კონკრეტულ თანხას არავის ვთხოვ და ნებისმიერ თანხაზე ვემსახურები ადამიანებს, მაგრამ თუნდაც ის ნებისმიერი თანხა და მიზერულიც რატო უნდა გახარჯო, როცა შენ გააქვს ამისი რესურსი, ხო? მე ეს მithქვამს და იცის ბევრმა ჩემთან მოსულმა ადამიანმა. ხო და ვნახოთ აბა, რამდენად მუშაობს, ასე ვთქვათ, თქვენზე რიტუალები, თქვენს მიერვე ჩატარებული და გჭირდებათ თუ არა დახმარება. აი ესეთი თემით გავშალოთ პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ პირველი ვარიანტი ვისთვის არის გაშლა. ძალიან კეთილი, ძალიან მზრუნველი, არ ვიცი, უგზო უკლოდ გამცემი ენერგიების ადამიანი, ხო, ფულსაც ესე არ ვიცი, შეიძლება უკანასკნელი ზედა გაიხადოს და სხვას ჩააცოს, ამ დროს თვითონ არაფერი დარჩეს, ხო? აქვე შესაძლოა უკანასკნელი ტაპიკები ამოხვეტოს ჯიბიდან იმედით, რომ არაუშავს მე კიდე მომეცემა და ახლა ამას ჭირდება, ხო? წყლის სტიქია გასაგებია ის რომ რაღაც გარკვეული შემოქმედებით სფეროსთან შესაძლოა იყოთ კავშირში, ასევე შესაძლოა კავშირში რაღაც წყალთან ნაოსნობასთან და ასე შემდეგ. სხვა შორის მინდა გითხრათ საგამოძიებო სფეროებთან, სადაც ლაპარაკი ძალიან საჭიროა და ჟურნალისტიკასთანაც, მაგრამ თავარი ის არის, რომ სახასიათო ტიპაჟია ძალიან კარგი და ძალიან ბევრი დადებითი თვისებით დააჯილდოვებული. და ვნახოთ, რამდენად ამართლებს თქვენს მიერ ჩატარებული რიტუალები თვითნებურად თქვენ თვითონ რომ აკეთებთ და მე ვნახოთ, ჭირდება თუ არა დახმარება. მეგობრებო, სამი მაღალი არკანი მიკავია ხელში, უყურეთ. ბალანსი, ზომიერება, მაგის არკანი და ბედის ბორბალი. არ გამოვრიცხავ აქ მე მიყურებდეთ კოლეგები. თუ კოლეგები არ ხართ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ იმ ხელა რესურსი და ძალა, ზუსტად აი ალბათ ის 1-2 გოგონა, ვისაც მე ეს პირდაპირ ვითხარი, თქვენ თვითონ აღადგინოთ საკუთარ თავში ბალანსი, თქვენ თვითონ მოახდინოთ რევოლუციებიც მათ შორის და საბედისწერო
ცვლილებები შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში. თქვენ გიმართლებთ რომელია, სასწაულებს აკეთებთ საკუთარი ძალით და ენერგიით. თქვენ სავარაუდოდ იცით კიდეც როგორ უნდა მოიხმაროთ საკუთარი რესურსები და საკუთარი ენერგიები და ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, თვითნაბადი ნიჭის, თვითნასწავლი ადამიანები ბრძანდებით და ვნახოთ დახმარების ნაწილში სხვა ადამიანის დახმარებას თუ იღებთ, ეს მაინტერესებს ძალიან ახლა. სავარაუდოდ კი. ან ახლაც იღებთ ამ დახმარებას, მეგობრებო, ან უბრალოდ ვიღაცამ ხელი წაგაშველათ, ჩაგიტარათ გარკვეული ტიპის რიტუალები, ან გასწავლათ. და იმის მერე ზუსტად აი ესე ძალიან ისე რო იტყვიან, მყარად მოდიხართ და მართლა არ ვიცი, რასაც ხელს მოკიდებთ, იქ თქვენს ენერგიას რო დებთ, სასწაულებს ახდენს ეს ენერგიები. მე აქ მეტი კითხვა აღარც უნდა დავსვა. კი, ნამდვილად თქვენს მიერ ასე ვთქვათ, აი ესე ჩავდება ახლა ამ არკანებს, რომ ისევ არ გამომეორდეს ერთად და მე ისე ავჭიხავ. თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ საკუთარი ბედის ცვლილებაც კი შეგიძლიათ თუ მოინდომებთ, მეგობრებო, ისეთი ძლიერი რესურსების მატარებელი ადამიანი მიყურებთ პირველ ვარიანტზე. ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინ არის. ვინ არის მეორე ვარიანტი ვნახოთ. ვისთვის არის ეს გაშლა? ხუთიანი კვერთხებით, მეგობრებო, არ ვიცი, შესაძლოა ძალიან გადაქანცული ხართ, აი გადაღლილები, ხშირ შემთხვევაში კონკურენტუნარიან გარემოში შეიძლება ვარდებოდეთ, შეიძლება ძალიან ბევრს შურდეს თქვენი, ბევრი ხელისშემშლელი ბარიერი და ფაქტორი გქონდეთ ცხოვრებაში და აი როგორ გითხრათ, მუდმივად გიწევდეთ ესე თვითგადარჩენის რეჟიმში, თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, არ გამოვრიცხავ, აქ ისეთი ენერგიები მოდის, რომ აი მართლა რეალურად გჭირდებოდეთ ის დამხმარე მომენტები გარედან, ხო, რიტუალების, ლოცვების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სახით და ვნახოთ, აბა თქვენ თვითონ თუ რასაც აკეთებთ, თუ ამართლებს და შედეგს თუ დებს. ნახეთ, მეგობრებო. ქურუმი ქალის არკანი, ორიანი კვერთხები, ხმლების დედოფალი და განკითხვის არკანი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ და ცალსახად ცდილობთ დაფარული ინფორმაციების მოძიებას, შესაძლოა ინტერნეტში ძალიან ბევრ რაღაცას უყურებდეთ და ეძიებდეთ, ცდილობდეთ რაღაცების დაპრაქტიკებას, შესაძლებლობების მოპოვებას, შესაძლოა არასწორი ფორმითაც ვიღაცებისთვის ბუმერანგის დაბრუნება გინდოდეთ, არ არის მთლად ისეთი სასიამოვნო ენერგიების მატარებელი ხმლების დედოფალი და აი ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ძალიან ისე არ გამოვრიცხავ, რომ ცუდსაც ცდილობდეთ ვიღაცებისთვის. აქ ესეთი ენერგიები მომდის და ესეთი ინფორმაცია მომდის, რომ აი ზუსტად თავდაცვაზე რა კი ხართ გადასულები, საკუთარი თავისთვის კი არ აკეთებთ რაღაცებს, სხვების დასასჯელად აკეთებთ, სხვებისთვის სამაგეროს გადასახდელად ცდილობთ რაღაცებს და არ გამოგდით. პირიქით, აი როგორ გითხრათ, ეს სამსჯავროს არკანი დადებითისკენ მიდის თუ არყოფითისკენ, ახლა ეს ჩვენ ერთი წამით, მეგობრებო, ერთი წამით ეს დავიკითხო. უბრალოდ უნდა ვიკითხო ეს სამსჯავრო არკანი თქვენთვის დადებითი სიტუაციებისკენ მიდის თუ უარყოფითი სიტუაციებისკენ. არა. სწორად ვიფიქრე, არა, უარყოფითი, არასწორად. ანუ იმ ენერგეტიკას, რასაც თქვენ დებთ, შესაძლოა უკან პირიქით თქვენ დაგიტრიალდეთ ძალიან ცუდად და აი ამ მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი, მეგობრებო. ანუ თქვენი საქმე ეს არ არის. თქვენი საქმე არ არის ეზოთერიკა. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცდილობთ, თავის დაცვას კი არ ცდილობთ, აი არასწორი გზით მიდიხართ, ნახეთ, თავის დაცვას კი არ ცდილობთ. აი კიდევ ხმლები, ოთხიანი ხმლები გადმოვარდა. სხვის დასჯას ცდილობთ, ეს აპრიორში უკვე თავიდანვე არასწორი მიდგომაა, მიხვდით? ნაცვლად იმისა, რომ აი თქვენს თავზე იზრუნოთ.
და ვიკითხე უბრალოდ ეხა სანამ არკანს მოვიღებდი ვასწრებ ხოლმე მეფიქრებით დახმარება სხვისი დახმარება რამდენად გაგიმართლებს სხვის მიერ ჩატარებული რიტუალებით რა შედეგებზე შეიძლება გახვიდეთ კი უფრო მეტიც აქ მე საჭიროებებსაც ვხედავ მეგობრებო რომ დაიხმაროთ ადამიანები რომ აი იმ ენერგიებიდან გამოგიყვანონ ახალი შესაძლებლობები და ახალი ასე ვთქვათ გზები გაგიხსნან და აი ამ სამართლიანობის არკანით სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ თქვენი სახეც დაგანახონ თქვენი არასწორი ქმედებებიც დაგანახონ და ეს ასე ვთქვათ ნახეთ რთულ ფორმებამდე არ მივიდეს ამ სამართლიანობის აღდგენა და მოგაშორონ რა ის ყველანაირი ნეგატივი ყველანაირი ცუდი რაც თქვენ ცხოვრებაში იყო და ასე ვთქვათ რა შედეგს რას მოიგებს მანახე კი შედეგს მოგიტანთ სიბრძნეს შეგმატებთ ნახეთ გაანალიზების უნარს მოგცემთ სიძლიერეს მოგცემთ მერე უკვე ის კი აღარ დაგჭირდებათ რომ ვიღაცები დასაჯოთ აი ნახეთ კი თქვენ თვითონ იმხელა ძალას აღიდგენთ იმდენად ძლიერი გახდებით რომ ანუ თქვენი არსებობა უკვე დასჭის სხვა ვიღაცებს თქვენს თავზე უნდა იზრუნოთ ანუ ის წმენდა იქნება თუ ის რაღაცა რიტუალი თქვენს თავს უნდა გაუკეთოთ და არა სხვას და ეს დამხმარი ადამიანი ვინც შეიძლება რომ ამ ყველაფერში დაგეხმაროთ და ის სწორედ აი ამ სწორ გზას მოგცემთ და ასე ვთქვათ სწორ პრიზმაში გადაიყვანს თქვენ სხვათა შორის არა მარტო ქმედებებს აზროვნებასაც რომელიც ძალიან კარგ შედეგებზე გავა ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში კარგით დაგემშვიდობებით ჩემო კარგო ადამიანებო დამიწერეთ კომენტარებში თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული თემა გაინტერესებთ რომ მე უფრო თქვენს მოთხოვნებს და თქვენს ასე ვთქვათ სურვილებს მოვერგო მაინც ვწერ ვიდეოებს მაინც ვხარჯავ დროს თქვენთვის მაინც არ მენანება ენერგია და პარემ ისეთ საკითხებს მოვახმაროთ ეს ყველაფერი რაც თქვენთვის საინტერესოა მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ უფრო ალბათ სასარგებლოც ხო ვიდრე ვთქვათ ჩემს მიერ უბრალოდ შემოთავაზებული თემები. კარგით, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, ნდობისთვის, დაგემშვიდობებით ნახვამდის.